სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ზუგდიდის სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვუსმინეთ ბრალდების მხარეს. პროკურატურა ითხოვს პატიმრობას, რაც შეეხება დაცვის მხარეს. დაცვის მხარე ითხოვს გირაოს. ადვოკატები და დაკავებული ადამიანების ადვოკატები კი ამბობენ, რომ არც ერთ მათგანს ამ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის. რაც შეეხება თავად დაკავებულებს, დღეს მოსამართლემ მათ კითხა აღიარებენ თუ არა ბრალს და ჩვენ მოვისმინეთ დაკავებულების ბრალდებულების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ. რაც შეეხება გამოძიებას, რა დასტურდება გამოძიებით, ჩვენ ვიცით, რომ გამოძიების თანახმად ბრალდებულები ზუგდიდიდან მესტიაში მიდიოდნენ, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხა ორი პირი, გასტაცეს მობილური ტელეფონები, შემდეგ კი იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რის შემდეგაც ერთ-ერთი უცხოელი გარდაიცვალა. სწორედ ამას ედავებიან ახლა ბრალდებულებს, რა საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება და ზუგდიდის სასამართლოში სწორედ ამ საქმეზე მსჯელობენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ბოლომდე ამ საქმის დეტალები, როგორც მოვისმინეთ ჩვენ. დაცვის მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ითხოვენ გირაოს, რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის მოსამართლეზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ხალხობას დანაშაულე წარდგენილ ბრალდებებში აცებრალებში. ბრალდებულებმა განახორციელეს ვიქტორ სოლოვის და ალინა აგაპოვას მიმართ ყაჩაღობა ჯგუფურად, რომელსაც მას გასცეს მობილური ტელეფონები, აღნიშნული შემდეგ ასევე ალინა აგაპოვას აღუწევდეს უკანონო თავისუფლება, რის შემდეგაც რევაზ ბაკელიანმა და ბეჟან ჩხატოვანმა ჯგუფურად რევაზ ბაკელიანის განხორციელებული ცეცხლსასროლი იარაღის პისტოლეტიდან გასული გარდაიცვალა ვიქტორ სოლოვიდი, რომელიც აღნიშნული შემდეგ მათ შემთხვევის ადგილიდან გაიწერეს სხვა ადგილას. განაირ ტელეფონების მისაკუთრება, წართმევას ადგილი არ ქონია და ჩვენ უკლეს ვადებში დავამტკიცებთ, რომ ეს ტელეფონები ისევ და ისევ განადგურებულია თავად დაზარალებული ქალბატონის მიერ, ვინაიდან აღნიშნული ტელეფონი შეიცავდა ამა თუ იმ სახის ინფორმაციებს და ეს ინფორმაციებია სწორედ ყველაფრის თვალი აღნიშნულ საქმეზე შემდგომში კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით. აი თუნდაც ალეგო ჭკადუა. გამოძიების მასალები დასტურდება, რომ ფაქტობრივად ისევ და ისევ ერთ-ერთი მხილველი მოწმე ობიექტური პირი, ასე რომ დავარქვათ, არის დაზარალებული, ხო? თავად დაზარალებული ჩვენებით ჭკადუას ცეცხლსასროლი იარაღთან შეხება არ ქონია. გასროლის მომენტში ჭკადუას როლი აღუწერელია. როგორც გითხარით, ამ წუთებში მსჯელობენ ზუგდიდის სასამართლოში აღკვეთ ღონისძიების შეფერდებასთან დაკავშირებით. გამოძიება მაყურებელს ვეტყვი, რომ დაწყებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.